სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას ფსალმუნის 70-ე წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. შენ უფალო გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე. დავითი ენდობა ღმერთს, თქმა უნდა ჩვენც უნდა ვიყოთ ერთგულნი და ქრისტეს მიმართ ერთგულნი და მისი ცნებების მიმართ და ესე იგი ნახეთ ბასილი დიდი ამბობს რომ ღმერთის ნდობა ჩვენი სიმტკიცის საფუძველია. მეორე მუხლი სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე მოყავ ჩემ და ყური შენი და მაცხოვნე მე. იოანე ოქროპირი გამარტავს მეგობრებო ამ სიტყვას რომ ფსალმური ესე იგი ღმერთის ღვთის სამართლიანობა ხსნის დავითს. წმინდა იოანე ოქროპირი ასევე გვარწმუნებს რომ ღმერთი ყოველთვის ისმენს თავის ერთგულებს ესე იგი ერთგულთა ლოცვას. შემდეგ მესამე მუხლი მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილძნელ გასარინებელ ჩემ და რამე თუ სიმტკიცე და შესაბედრებელი ჩემი ხარ შენ. თეოფილაქტე ბულგარელი მეგობრებო ასე გამარტავს ღმერთის ესე იგი ღვთის ღმერთი დავითის ციხესიმაგრეა. თეოფილაქტე ამბობს რომ ღმერთი ესე იგი ჩვენი თავშესაფარია ყველა განსასწრელში გასავთ და ჩვენც როდესაც გვაქვს რაღაც ცხოვრება არ ეხო ხან პრობლემა იქნება ხან რაღაც პატარა გასაჭირი ხან გასასწრელი ხან რაღაც ისეთ სიტუაციები ჩავარდებით ამა თუ იმ მდგომარეობაში და ესე იგი ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს სასოება იმედი ღმერთის და ზუსტად აქ ესე იგი გამჟღავნდება და ჩანს ღმერთი უყურებს როგორ მოიქცევი ახლა შენ ხო რას გააკეთებ მიმართავ სხვადასხვა საშუალებებს თქვა ჩაიკეტები იქ რაღაც ალკოჰოლი ეს სხვადასხვა რაღაცები ხა არ მინდა რომ თქვა რასაგებია ხო თუ ესე იგი მიმართავ ღმერთს ქრისტეს რომელიც ყოველთვის არის მზად შენთან არის ღმერთი ცოცხალი რომელიც არის და გისმენს შენ მზად არის ყოველთვის მოგისმენს და მას მიმართავ როდესაც შენ ვიმეორებ რაღაცა ესე იგი განსასწრელი გასაჭირი პრობლემა და ყოველთვის ქრისტეს უნდა მიმართო ყოველთვის უნდა მადლობა უთხრა არა მნიშვნელობა ცუდად ხარ კარგად ხარ და რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში უნდა მუხლი მოიდრიკო და უთხრა დიდება შენ და ქრისტე და მადლობა ყველაფრისათვის. მამები ასე გვეუბნებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხაზს უსვამ რომ ესე იგი, როდესაც კარგად ხარ, მაშინაც უნდა იარო ესე თქვა ეკლესიაში, თუმცა მაშინაც კი არ დავდივართ ჩვენ და გვეზარება სიარული. ესე იგი, მოკლედ მარტივად რომ თქვა და უბრალოდ სიტყვებით კარგად ხარ, ცუდად ხარ, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, ყოველთვის მადლობდე და ესე იგი, ყოველთვის უნდა ვიაროთ ტაძარში და დავესწრო წირვა ლოცვებს. კარგი, შემდეგ ვაგრძელებთ მეოთხე მუხლი. ღმერთო ჩემო, მიიხსენ მე ხელთაგან სოდვილისათა, ხელთაგან უსჯულოისათა და ცრუისათა. ბასილი დიდი გამარტავს რომ დავით ითხოვს განთავისუფლებას ბოროტი ადამიანებისგან და ბასილი ესე იგი გვარწმუნებს რომ ღმერთი იცავს მართლებს უსამართლო კრებისაგან. რამე თუ შენ ხარ მენაი ჩემი უფალო სასოი ჩემი სიყრმით ჩემიდან. იოანე ოქროპირი ნახეთ რას ამბობს რომ ღმერთი დავითის იმედია ბავშვობიდან ხო ასევე ამბობს რომ ღვთის ნდობა სიცოცხლის მთავარი საყრდენია და რომ არასდროს მეგობრებო არასდროს შეიძლება ძნელი იყოს რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები ვართ სოსტები ვართ მაგრამ დაიმახსოვრეთ არასდროს დაკარგოთ ღვთის რწმენა
რწმენა არასდროს არ დაგარგვა და იმედი. მეექვსე მუხლი. შენ და მე განვამტკიცენ საშოიდან დედის მუცლით შემიდგან შენ ხარ ჩემი მფარველი შენ და მე არს გალობაი ჩემი მარადის. თეფილაკდე ბულგარელი. დავითი ღმერთს ენდობა დაბადებიდან და ასევე გვარწმუნებს თეფილაკდე ბულგარელი რომ ღმერთის მფარველობა ჩვენს ცხოვრებას თან სდევს. მეშვიდე მუხლი. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. ხო ღვთის მფარველობით დავითის სასწაულად ესე იგი გადარჩა. ხო ბასილი დიდი ამბობს ასევე რომ ღმერთის ძალა ჩვენს სისუსტეებში ჩანს. აღივსენ პირი ჩემი ქებითა რაითა უგალობდე დიდებასა შენსა ყოველსა დღესა დიდა ჩვენიერებასა შენსა. დავითი ყოველ დღე ადიდებს მეგობრებო ღმერთს და ოქროპირი გვასწავლის რომ ღვთის ქება ჩვენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. მაგალითად დილით რომ სანამ გაახელთ თვალებს შეეცადეთ რომ მადლობა დიდება ღმერთო ლაფრისათვის. სასწაული არის, რომ ესე იგი თქვენ რომ გათენდა და თქვენ რომ ცოცხლები ვართ, ეს არის სასწაული. ჩვენ ეს არის უდიდესი სასწაული, უდიდესი საჩუქარი, უდიდესი ღვთის მადლი. იმიტომ რომ ყოველ დღე რა უბედურებები ხდება, ხალ ჯვარი წერია ყველას, ხალ ზოგი ავარია, ზოგი მატარებელი თვითმფრინავი, რავი, მოკლედ და ეს მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ. ჩვენ რომ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ესე იგი ჩვენ ცხვირის ნესტოებში სუნთქავთ, ესეც უდიდესი მადლია. ეს არის ესე იგი სასწაული. ყოველ დღე სასწაულია ჩვენ ცხოვრებაში. ყოველ დღე ჩვენ ადამიანები დაუნახავები ვართ. რატომ? იმიტომ რომ გვეზარება ელემენტარული წასვლა წირვაზე, წასვლა ლოცვაზე, დილის რომ დავდგეთ 15-17 წუთი რომ მადლობა უთხრათ ღმერთს დილის ლოცვებში, რომ ესე იგი ასევე გავყვეს ეს მადლი ჩვენ მთელი დღე დღის განმავლობაში ფსალმუნი წავიკითხოთ სამსახურში, მანქანაში, ტრანსპორტში, ესე იგი და საღამოს მადლობა უთხრათ რომ განვლილი დღის ესე იგი შემდეგ და მუხმოდრეკით მადლობა უთხრათ, წავიკითხოთ ლოცვა, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ლოცვის შემდეგ თქვენი სიტყვებით დაამატოთ გულით, გულწრფელად ილოცოთ და მადლობა ესე იგი გადაუხადოთ ღმერთს. შემდეგი მეცხრე მუხლი. ნუ გამაგდებ მე უფალო ჟამსა, სიბერისასა და მოკლებასა, ძალისა ჩემისასა. ნუ დამაგდებ მე. ნუ გასაგებია ხო აქ დავით მეფე, ფსალმუნე ასევე დავით მეფე ითხოვს ხო ღმერთს რომ არ მიატოვოს სიბერეში და რა თქმა უნდა ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის მიუხედავად ჩვენი ასაკისა თუ ჩვენ ხო მეათე მუხლი რამე თუ მრქვეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა ყვეს ეთბამად და იტყოდეს ღმერთმა დააგდო იგი დევნე და ეწიენით მას რამე თუ არავინ არს მხსნელ მისა. იოანე ოქროპირი გამარტავს მეგობრებო რომ მტრები ფიქრობენ რომ ღმერთმა მიატოვა დავითი ესე იგი და ასევე დარიაზდია რადგან ღმერთი არასდროს ტოვებს თავის ერთგულებს. შემდეგ მე-12 მუხლი ღმერთო ჩემო ნუ განმეშორები ჩემგან ღმერთო ჩემო შეწევნასა ჩემსა მომხედე მრცხვენოდენ და მოაყდნენ რომლნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსეთ სირცხვილი და კდემაი რომლნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის. ესე იგი მტრები რომლებიც დავითს ესე იგი ავნებენ შეცხვენილნი ასე თქვა იქნებიან და ესე იგი
ღმერთის სამართალი იცავს ვთქვათ მართლებს, ხო? მე-14 მუხლი. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. დავითი განაგზობს ღმერთის ქებას, დიდებას ხო და ოქროპირი გვასწავლისო ღვთისადმი მადლიერება მუდმივი უნდა იყოს. მუდმივი უნდა იყოს, რაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ და ვისაუბრეთ, ხო? ანუ როცა მე კარგად ვარ, ესე იგი, მაშინ არ მახსოვს ან მახსოვს ღმერთი და ეკლესია და როცა ცუდად ვარ, ასევე მახსოვს ან არ მახსოვს. ნუ, ალბათ უფრო როცა ცუდად ვარ, მაშინ ყოველთვის მახსოვს. მე-15 მუხლი ვგასავად, მე-15 მუხლი პირი ჩემი უთხრობდე სიმართლესა შენსა ყოველსა დღესა მაცხოვარებისა, ვგასავად მაცხოვარებასა შენსა რამე თუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი. ესე იგი დავითი ღმრთის სამართლიანობასა და ხსნას აცხადებს, თუმცა თავს მწიგნობრულად არ მიიჩნევს. ხო. რომ ესე იგი მე-16 მუხლი შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა უფალო მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისა. ღმერთო ჩემო რავდენი მასავე მე სიყრმით შემიდგან და მოაქომამდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა. ღმერთმა დავითს ბავშვობიდან ასწავლა და ესე იგი ღმერთის სასწაულების მოყოლას თუ ჩვენი ცხოვრების ნაწილია. და მიმცხოვანებამდე და სიბერედმდე ღმერთო ჩემო ნუ დამაგდებ მე ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა. დავითი თქოს ესე იგი ნახეთ ღმერთმა სიბერეშიც არ მიატოვებს, რა თქმა უნდა, რათა მისი ძალა თაობებს გადასცეს და რა თქმა უნდა, ესე იგი ღვთის ფარველობა მარადიულია. შემდეგ მე-19 მუხლი ძლიერება ის შენი და სიმართლე შენი ღმერთო ჩემო მიმაღლადმდე რაოდენი მიყავმე დიდძალი ღმერთო ვინ გემსგავსო შენ რაოდენი მიჩვენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი და მომაქციე და მაცხოვნე მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. ესე იგი ღმერთმა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ ღმერთმა დავითი მრავალი განსასწრებისგან გადაარჩინა და ესე იგი ღმერთი ყოველთვის გვიხსნის ყველაზე ღრმა უსკრულიდან. განამრავლე ჩემზე და დიდებულება ის შენი და მომაქციე და ნუ გეშინის მეცმე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა ყვალად აღმომიყვანე მე. მე ესე იგი ღვთის წყალობა ჩვენ ცხოვრებას აღავსებს. შემდეგი 22 მუხლი და რამე თუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის უფალო ჭურებითა საფსალმუნისათა უკაცრავად საფსალმუნისაითა ჭეშმარიტება ის შენი ღმერთო გიგალობდე შენ ებნითა წმინდაო ისრაელისაო. ესე იგი დავითი გალობი, ესე იგი დავითის გალობით ადიდებს ამ გალობით დავითი ადიდებს ღმერთს ჭეშმარიტებას და ასევე ბასილი დიდი გვასწავლის მეგობრებო რომ ღმერთის ქება მუსიკითა და ასე ვთქვათ გულით უნდა გამოვხატოთ. 23 და ბოლოს 24 მუხლი დაგვრჩა. 23 მუხლი ვაგრძელებთ შეგახსენებთ ეს არის ფსალმუნის 70 წმინდა მამების გამარტებით. იხარებდნენ ბაგენი ჩემნი რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცას ჩემი რომელი იხსენ. ღვთის ქება სიხარულს ანიჭებს დავითის სულს და იოანე ოქროპირი ამბობს რომ ღმერთის ღვთის ხსნა ჩვენს გულს სიხარულით ავსებს. და ბოლოს და მე-4 მუხლი მეგობრებო
უფრო ის და ენაიცა ჩემი მარა დღე ითხოვდი სიმართლესა შესარაჟავს რცხვენოდის და კდემულ იყვნენ რომანი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა. ესე იგი დავითის ზენა ყოველთვის ღვთის სამართლიანობას აცხადებს და ასევე თეოფილად ბულგარელი მეგობრებო გვარწმუნებს რომ ღვთის განაჩენი მტრებს სამართლიანად დაამარცხებს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. თუ ღმერთი ინებებს ღვთის შეწევნით გავაგზავნებთ შემდეგ ფსალმოს. მადლობა.